მაგდა. მაგდუ. კი. ხო? მაგდუ როგორ მათხოვრობს, მაგას ვისკებთ, ხო? Yes. აბა გავუშვით მაგდუს მათხოვრობა. ჩემი ვიდეო, სადაც დონაციას ვითხოვ ჩემი ახალი საზოგადოებრივი ინიციატივისთვის მოქალაქე 2000-მა ადამიანმა ნახა ჯამში, მაგრამ შეგროვდა 15 ლარი. მართლა გურწმენად მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, მეგობრებო. მე მინდა დავინახო, რომ ის, რასაც ვაკეთებ 2 წელია უწყვეტ რეჟიმში და მთელი ჩემი რესურსით მოგწონთ და საჭიროდ მიგაშლია და გსურთ, რომ გავაგრძელო, გინდათ, რომ არ შევწყვიტო პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ხალხის ცნობიერების ამაღლებო. მაგდუს ცნობიერების ამაღლება. მაგდუ ამაღლებს ცნობიერებას, არ იცოდი შენ? იგი შეიანა. მაგდუს ამბავი ჩავამთავრეთ, ხო? ეხა წაყრა ნანულამ და მაგათმა ისგან. ეგენი ხო პერიოდები მაგას უკვე მივეჩვიეთ პრინციპში, მაგრამ რაღაცნაირად სახალისო ვარიერებს პორტყნის ერთი უიეს ნანული. ნანუკამ ხო ხედავ, საერთოდ არ აღძრავ ჩემში დადებით განცდებს. იცხოვრე რა შენთვის, მე გამეშვი. აგე. საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ეუნება მეორე საზოგადოებრივი აზრის შემქმნელს. და პოლიტიკოს. როგორც პოლიტიკოს შეეფერება. აქტივისტი და უპირისპირდა პოლიტიკოს. აი ძალიან სერიოზული თემაა რა. აი ეს როგორი თემაა, იცი? აი იცი როგორი თემაა? აი ამერიკა რო ირანს დაუპირისპირდა. არა, ბეჭაობაა, ეხლა რეალურად ეს ყველაფერი, აი ბეჭაობაა, ეს ყოველდღიურობა. აი, ბევრ დროს უთმობთ მაგდუს. არ შეიძლება. ნანუკა განათლებაზე. განათლება. დაბა? განათლება პრიორიტეტულია და სახე. მისი სახე. ფროიდის სახე. ფროიდის არა, ნიჩეს სახეა. ძალიან შეღონებული. ვაიმე. განათლება პრიორიტეტულია. ვაშე რომ სად არიან, რომელ შრეზე არის. ყველგან იყვნენ ტიპები, განათლებისაც ხემძღვანელობდნენ, ყველაფერს ხემძღვანელობდნენ. ეხა ესენი ნაცები არ ხემძღვანელობდნენ. ნაცები ნანუკა რა ხემძღვანელობდა ნუკა და. ბიჭო, ნაცებში იყო ნანუკაც. მაგათი პასუხისგებელია ეგეც. იჯდა და რაღაცა ნანულა შოუ მიყავდა. ხო, მარა, ნუ ეხა რო ლაპარაკობს განათლებაზე. მაშინ რომაია რო იყო სათავეში, მაშინ რატო არ ლაპარაკობდა? ხემძღვანელობს ახლა, მაშინ კარგად იყო. შვენივრად, ხო? მაშინ რატო არ უნდა ელაპარაკ, რა მე აკლდა? ფერი არ აკლა. ხო და აბა ეხლა ლაპარაკობს გამიგე აკალია და თან ხო რაღაც ჭკვიანური ხო უნდა თქვა. როგორც თევზი წყალში ისე იყო რა. ხა სვანეთში ბიჭებს აჭერინებდა. ეხლა იმას განათლება არის პრიორიტეტი. ბიჭებს აჭერინებდა და ხადი და კოდუასთან ერთად მიდიმოდიოდა. ეხლა გაჭირდა ცხოვრება. შემოაკლდა დაფინანსება. უნდა კარგი ცხოვრების დაბრუნება. და აგერ აი თან ინიშნება ეხლა ამ ხელათანამდებობაზე ინიშნება. ამ ხელათანამდებობაზე ინიშნება ჭკვიანური ხო უნდა თქვას რაღაცა. თუნდაც თქვას, ხო? თქვა და სურათიც გადაუვეს, ხო? კი ბატონო. კარგია. ისე გადამიღე რომ მიხდები და კარგა ამბავი. ვიტონებით, ხო? ჩემოდნები. ვიტონებით, ხო? ლობიანები. მაგარი იყო ეგ არა.